ესე იგი ჩვენი კატაობის მერე გამოვიდა ისე, რომ როგორც იქნა ბრუნი გადაიტანა, მე ბედნიერი ვარ, შოთას არ მოწონს. მე მომწონს. და დარწმუნებული ვარ, მანქანის პატრონი ძალიან ბედნიერი იქნება რა. პატრონი ბედნიერი იქნება. ერთადერთი რაც დაგვრჩა ამ მანქანაზე არის ის, რომ ეს ჩემი შემოქმედება სელექტორში კიდე ერთი კნოპკა არსებობს ქარხნულად, რომელიც ჩვენ ამ შემთხვევაში საერთოდ არ დავაერთეთ გავაუქმეთ და ოღონდ არც გავაუქმეთ და რო არ გვაქვს დაერთებული, ამ ყველაფერს ხედავს რომ არ გვაქვს დაერთებული და რამდენჯერაც 4 თუ 3 კილომეტრს ჩამოსდება სიჩქარე, ტინგ ეს BMW საყვარელი ხმა აქვს რა. უნდა მოვაგვაროთ რამენერად, აქვე მადლობა შოთას, მადლობა რომ ავტომობილი დადის ისე არაჩვეულებრივად როგორც დადის. მაინც. ამან თავის რეალს ხო იმენა, აი არ შემიძლია რა. ეხლა წარმოგიდგენ? არა, შედეგით მართლა მაგარი არის, ანუ რო გააკეთე მანქანა და რო დაანასტროიკო, თვითონ გადართვებზეც ეთყობა უკვე. კი დისიტიც ხა სწრაფი არის, ძალიან რაც უნდა იყოს, ნელიკოლოფი არ არის, მაგრამ ალბათ უკვე ისე დააჭდა თორქის მოთხოვნას და რაღაცებით, რომ მართლა შედეგს უეჭველი და ანუ და შეგრძნებაში იქნება უკვე რა. ხო, ანუ სტოკის სიარულის შეგრძნებაში იგრძნობა, რომ ბევრად უკეთესად მიდის რა. ის არის, ბევრად აი თითქოს გეჯაჯგურება რაღაცეებს, სტილობს რაღაცეები უნდა რო ქნას რა. ეხლა ჩემპიონატი დისიტით რო გამოდის, ეგ უკვე საშიშია ყველანი და ეს აღარ არის უკვე. ეს უკვე მიდის ტრაილერებით მიდის ესე პირდა.